Ჯერ მეგობრებო, დღევანდელი დღის რიცხვი მინდა გაგაცნოთ 41. ლონდონში ვიშოპინგე მაღაზიაში და 51 ფუნტად რა მომივიდა, ის მინდა გაჩვენოთ. მართალია ლიდლში, მაგრამ მაინც რა ვიცი, მსოფლიოს ერთ-ერთ უძვირეს ქალაქში, ალბათ ნიუ-იორკის მერე უძვირეს ქალაქში. და დავიწყებ unboxing-ს, მერე შეცდაც განაცხადო, თუ არ ვიტყუები. ესე იგი, ნახევარი კილო ხაჭო 300 გრამი 12 წელი დიდი კვერცხი, რომელიც არის პასუხისმგებელი, ანუ არა საფუძეს და იმას, არამედ free range, ანუ თქმები რომ დარბიან, ცოტა უფრო ძვირიან. ესე იგი, ჰუმუსი 1 კილო კარტოფილი, კილოგრამი პომიდორი, რძე 2 ლიტრი, აგრეთვე გუნდები, შოკოლადი და ხალხი. და მოასარე მაწონა ბერძოლი იოგურტი, ამდენი, რაღაც კილოა, 1 კილო. ბანანების შეყრა. არის რამდენია? 5 წელი, მოზრდილი ბანანი. ხაჭო ისე 200 გრამი. ოლივს, ზეთის ხილი, შავიც და ესეც მაგარი ჯერაში. მოცვი ასე მიზანი გრამი, არა. თაფლი ევკალიპტის 340 გრამი. 1 კილო ქათმის მკერდი. ესე იგი, ვარდისფერი ორაგულის ფილე. 1 კილოა ესეც. არა, 400 გრამი. მეორე შავი შოკოლადი. ესე იგი, ჩედარი ყველი 400 გრამი. 200 გრამი ნიუში. შავი ზეთის ხილი აგრეთვე 350 გრამი. ეს არის 2 წელი. ეს არის რა, ბრინჯი არის რა. აგულად კარტოფილი. რამდენი გრამია მოწერია, უბრალოდ 4 ჭამა ბრინჯი. და მიწის თხილის კარაქი და მანგო. ეს ყველაფერი დაжда ჩეკის ამბები. ჩეკია წავალე, არა, არა, წავალე. აჰა, 41 ფუნტი, ყველაფერი წერია. 51 ფუნტი და რაღაც ხურდები, 72 პენსი. ახლა ნახე, ბრიტანეთში მინიმალური ხელფასი, ანუ ყველაზე დაბალანაზღაურებადი ადამიანი საათობრივად აკეთებს 13 ფუნტს. ანუ ეგ არის მინიმალური ხელფასი. ტიპს თუ ასაქმე, 13 ფუნტზე ნაკლებს, რა საქმესაც არ უნდა აკეთებინა და ვერ გადავხდი. ანუ ყველაზე ღარიბი ბრიტანელი დასაქმებულისთვის, ეხლა რაც ვიყიდე, დაახლოებით 1 კვირის საჭმელი, ანუ მე ძალიან ბევრ ვჭამდა. შეიძლება მეტიც იყოს ვიღაცისთვის რა. ხო და ეს დაუჯდებოდა ტიპს დაახლოებით 3 საათი და რამდენიმე წუთის შრომა, მისი 3 საათის და რამდენიმე წუთის შრომა ყველაზე ღარიბ დასაქმებულ ინგლისურ მოქალაქეს, ანუ ლონდონში მაცხოვრებელს, დაუჯდებოდა 3 საათის შრომა. ეხლა არ ვიცი საქართველოში აი ამდენი რაღაცა რა დაჯდებოდა, რავი მარტო ორაგული რაღაც 28-ზე ნაკლები ღირს, ანუ მინიმუმ რა ვიცი, რავი 250 300 ლარის თემა არის რა. და საქართველოში მედიანური ხელფასი არის, ანუ 2024 რიცხვები ოქტომბერში დაიდაბა, 2023-ში იყო 1200 რაღაცა ლარი. ნუ გამოაკელი ამას, საშემოსავლო და ყველა გადასახადი რო გამოაკლებ.
ну რავი, ანუ ადამიანი, მოდი ვთქვათ, რომ ესე იგი ჩვენ მედიანური ხალხასი რა, ანუ მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ნახევარში ყველაზე მდიდარი ტიპი ვინც არის, აი მაგ ტიპმა, ანუ აი 50% ვინც დგას აი მაგ ტიპმა, უნდა იმუშაოს დაახლოებით 1 კვირა, რომ იყიდოს საჭმელის ის რაოდენობა, რასაც იყიდეს ყველაზე ღარიბი, აი 50%-ში ყველაზე ღარიბი ინგლისელი, რომელიც ცხოვრობს სოფლიოს უმდიდრეს ქალაქში ლონდონში, იმან უნდა იმუშაოს 3 საათი, რომ ეს იყიდოს და ქართველმა უნდა იმუშაოს, ну, მინიმუმ 1 კვირა, ну, თუ გაუმართლებ დასაქმებულია. ხო და რა ვიცი, აი ეკონომიკურ ზრდაზე რომ ისაუბრებენ, იმაზე რომ წინ მივდივართ და შიმშილით იხოცებიან ევროპაში და ჩვენ კარგად ვართ, რა ვიცი, აი 51. ხوارიან 51 ფუნტი, 51 ფუნტად შესაძლებელია ჯანსაღად იკვება, თავი გაიტანო 1 კვირა დაბალანსებული დიეტით სოფლიოს ერთ-ერთ უძვირეს ქალაქში. ამის თქმა მინდოდა.